პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს დღის 12 საათზე მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. თბილის დღეს მესამედ ნატოს გენერალური მდივანი ესტუმრება ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ერთდღიანია. სტუმარი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს ამბასადორიალში. დაგეგმილია რასმუსენის სიტყვით გამოსვლაც. მოგვიანებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ავღანეთში გასამგზავრებელ ბატალიონსაც მოინახულებს. ვიზიტი პრესკონფერენციით დაიწყება, რომელსაც ანდერს ფოგ რასმუსენი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართავს. კიდევ ერთი მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში ჯონ მაკეინის ვიზიტიც იწყება. სენატის სამკაციანი დელეგაცია თბილისში შეხვედრებს ოპოზიციასთან შეხვედრებით გახსნის. დაახლოებით 45 წუთში მაკეინი ორ სენატორთან ერთად ქართული ოცნების ოფისში უნდა მივიდეს და კოალიციის ლიდერებს შეხვდეს. სენატის წევრებს დღეს ქრისტიან დემოკრატებიც ელოდებიან. ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ცქვიტავა გააშუქებს მაკეინის შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მანამდე ის პირდაპირ ეთერში ჩაგვართობა. გიორგი, უფრო ცლად რომ მოგვიყვე ვიზიტის შესახებ, ვინ შედიან დელეგაციაში და ხომ არ გაკეთდა უკვე კოალიციაში რაიმე წინასწარი განცხადება? დიახ, მოგესალმებით. ამ წუთებში დაიწყო უკვე შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ინიციატორები თვითონ კოალიციის ლიდერები არიან. ეს არის ტრადიციული შეხვედრა, რომელიც ყოველკვირეულად იმართება და კოალიციის ლიდერები დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს აწვდიან ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მოგროვდა. ჩვენ გვესაუბრეთ კოალიციის ერთ-ერთ წევრ სოზარ სუბარს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ტრადიციული შეხვედრებისას მიეწოდება კონკრეტული მაგალითები და დარღვევები თუ რა ხდება წინასაარჩევნოდ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი. ტრადიციული შეხვედრაა, ყოველკვირეულად ხვდებით, რომ გავაცნოთ რა მდგომარეობაა საარჩევნო და ველაპარაკოთ ძირითადად იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ყოველკვირეულად ხელისუფლების მხრიდან. კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლამა მართლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ძალიან ბევრია და ძალიან სერიოზული დარღვევებით მათ შორის, როგორც მოხდა მაგალითად საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება და შემდეგ საზღვრიდან გაძევება. 9 ადამიანი გაუშვეს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. აი ესეთი შემთხვევები, რომლებიც არის საკმაოდ ბევრი და რომლებზეც გვინდა რეაგირება მოვახდინოთ. დიახ, სწორედ ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში დაიწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა. სენატორები ჯონ მაკეინი და ჯონ ლიბერმანი და ასევე საქართველოში ახლად ჩამოსული შეერთებული შტატების ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრებიან ამ შეხვედრას. კოალიციის მხრიდან კი შეხვედრის მასპინძლები იქნებიან თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. ჯერჯერობით წინასწარი კომენტარი ამ შეხვედრის დეტალებზე არ კეთდება, თუმცა როგორც დახვედრიდან შეხვედრის დასრულების შემდეგ თვითონ კოალიციის ლიდერი გააკეთებს დაწვრილებით კომენტარს ამ შეხვედრის თაობაზე. გმადლობთ გიორგი ველოდებით ჩვენგან ახალი ინფორმაციას. ეს იყო გიორგი ცქვიტავა და პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც ამ წუთებში კოალიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ამბასადორიალი დღე მეორე ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტების მოგვარება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ეს არის თემები, რომლებსაც ღონისძიების მონაწილეები დღეს განეხილავენ. ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავრობა მომავალი წლის ინსტრუქციებს გააცნობს და ახალ დავალებებს მისცემს. ამბასადორიალი ცოტა ხნის წინ გაიხსნა მონაწილეებს პირველმა სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმართა. ახლა სასტუმრო რედისონს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, სადაც ამბასადორიალი მიმდინარეობს და ჩვენი კორესპონდენტი დავით ახვლედიანი იმყოფება. დავით, რა ხდება ამბასადორიალზე? დიახ, თამთა, დღეს არის მეორე დღე ამბასადორიალის. ჩვენ უკვე მოვახერხეთ გავსაუბრებოდით საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ. ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და დღევანდელი განხილვის თემატიკა იყო ზუსტად როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებთან და როგორ უნდა ითანამშრომლონ საზღვარგარეთულ საერთაშორისო მისიებთან ამ საკითხის მოგვარებაში. ჩვენ შეგვიძლია გრიგოლ ვაშაძის კომენტარი მოვისმინოთ. პირველი პანელი იქნება მიწვრთნელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დეოკუპაციასადმი და იმისთვის, როგორ უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამბასადორიალზე გამოვა არგენტინის საქმეთა მინისტრი ბატონი ჰექტორ ტიმერმანი. ამის შემდეგ გაგრძელდება ამბასადორიალი და ჩვენ გვექნება პატივი შევხვდეთ ნატოს გენერალურ მდივანს ბატონ რასმუსენ. საგარეო საქმეთა
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ასევე ამბასადორიალის ფარგლებში შეხვდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰექტორ ტიმერმანს. მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. როგორც არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, არგენტინა დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა და გააცნოს ის მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება არგენტინაში. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა იმის შესახებ, რომ სწორედ არგენტინა იყო ის ქვეყანა, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ასევე შეეხო საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და განაცხადა, რომ არგენტინა ყველანაირად ხელს შეუწყობს საქართველოს ამ პრობლემის მოგვარებაში. გმადლობთ, თუ ეს იყო დავით ახვლედიანი, რომელიც ამბასადორიალზე გაკეთებული განცხადებებით საუბრობდა. რა გახდა გორის სამხედრო ნაწილში 19 წლის სამხედროს თვითმკვლელობის მიზეზის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კობა მახარაშვილი თვითმკვლელობამდე სერჟანტმა თენგიზ გელაშვილმა მიიყვანა. გელაშვილიც ამავე სამხედრო ნაწილში მსახურობდა. შესაბამისი განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა გორში გამართულ სხდომაზე გააკეთა. სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო პორტალმა ქართლი ჯიმ გაავრცელა. პროკურატურის მიერ ნახსენების სერჟანტი აცხადებს, რომ მახარაშვილს ხელი მხოლოდ ორჯერ გაარტყა, რაც მისი აზრით თვითმკვლელობის მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო. თავად გარდაცვლილი სამხედრო ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას ახლაც და 2 თვის წინაც გამორიცხავდა და თავიდანვე მკვლელობაზე საუბრობდა. ახლობლები ახლაც დარწმუნებულები არიან, რომ მახარაშვილი მოკლულია. შეგახსენებთ, რომ 19 წლის სამხედროს ცხედარი 12 ივლისს იპოვეს. მას ტყვია პირის ღრუში ავტომატით ჰქონდა ნასროლი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სერჟანტ გელაშვილს 4 წლიანი პატიმრობა ელის. მეცხრე არხის მრჩეველთა საბჭოს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. საბჭოს შექმნას ვრცელი სტატიები უკვე მიუძღვნეს ფრანს პრესმა, SNBC-მ და იაჰუს ბრიტანულმა პორტალმა. პუბლიკაციებში 5-კაციანი საბჭოს წევრების, მათ შორის ლარი კინგის კომენტარებია მოყვანილი. შეგახსენებთ, რომ მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ მეცხრე არხის ხელმძღვანელობამ გუშინ განაცხადა. საბჭოს შემადგენლობა კი ასეთია: ლარი კინგი, CNN-ზე ლარი კინგის შოუს წამყვანი და ცნობილი ქველმოქმედი, ლეს გელბის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, ასევე გაზეთ New York Times-ის საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი. ყოფილი კონგრესმენი ლიი ჰამილტონი 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და აგრეთვე უდროის ცენტრის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისო დაღიარებული დამცველი რობერტ მენარდი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი. მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და დაიცავს. რობერტ სტურუა ქართველ ემიგრანტებს მიმართავს. რეჟისორი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების დღეს აქტიურობას და საარჩევნო უბნებზე მისვლას თხოვს. რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართვა სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. ძირფასო ქართველებო, ჩვენი სამშობლო სამწუხაროდ ისევ განსაცდელშია. თავისუფალ საქართველოს ნაცვლად აშენდა ტიპიური სულთანატი. ამიტომ ყველას მისვლა და ხმის მიცემა არის აუცილებელი. და თუ მით უმეტეს არ გაძლევენ უფლებას, მით უმეტეს უნდა მიხვიდეთ და ისეთ ხმა. ძალიან გთხოვთ, ძალიან მიყვარხართ, მეწოდებით ცოტათი, რომ მოწყვეტილი ხართ სამშობლოს. მეც მოწყდები თუ ისინი მოვლენ ისევ ძალაუფლებაში და იქნებით თქვენთან ერთად. რატომ ემალება როლანდ ახალაია ჟურნალისტებს? ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მედიისგან ფარულად მართავს. ყველა საარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე მედიას საშუალებებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ მეცხრე არხისა და ინფოცხლისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, თუმცა კამერის გამოჩენისთანავე ახალაიამ ტერიტორია დატოვა. ჟურნალისტებმა კანდიდატს შეკითხვით მიმართეს, თუმცა ადრესატმა პასუხის გაცემას თავი არიდა და მანქანაში ჩაჯდა. სანამ ახალაია წავიდოდა, მანამდე ჩვენმა ჯგუფმა შეხვედრაზე ავტობუსებით მიყვანილი ადამიანები გადაიღო. მაჟორიტარობის კანდიდატ ძირითადად საჯარო დაწესებულების თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრების, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ხვდებოდნენ.
ჟურნალისტებს რატომ არ ეპატიჟებთ შეხვედრას? აკეთა დაუპატიჟო. არჩევნების მეორე დღეს დავპატიჟებთ ყველას. ორში. შეხვედრებზე რატომ არ გვეპატიჟებთ? ორში. კარგი, არ გინდა. ალასანიას დებატებს უდავდებით, ბატონო როლანდ. პასუხი ხო გითხარით? გითხარით დებატები ჩემ ამორჩეველთან მაგს დღეს და ალასანიასთან არ გექნებათ? არ ვიცი, ვნახოთ. თქვენი ოპონენტია ბატონო ირაკლი ალასანია. ჩემი ოპონენტია ეს ალასანი არ არის. ჩემი ოპონენტია ხალხი. ეს ხალხი. და ჟურნალისტები რომ დაესწრონ ამ შეხვედრას ამე პრობლემას წარმოადგენს? ისედაც, ხო ესწრებით ისედაც. თქვენთვის ეს ინფორმაცია მე მგონი ხალხს. როდის ვესწრებით, ვერ ვესწრებით. დღეს სრულიად შემთხვევით გავიგეთ. აკო შემთხვევით გაიგეთ მომავალში. საჩხერის შემდეგ ქუთაისზე ქალაქს ბერა ივანიშვილის საკონცერტო აფიშებისგან ასუფთავებენ. ინფოცხრამ გადაიღო, როგორ გააქვთ აფიშები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. მათი განმარტებით შესაბამისი დავალება ქალაქის მერის კეთილმოწყობის სამსახურისგან მიიღეს. სააგენტო სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა ლევან ჭანჭალეიშვილმა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. შეგახსენებთ, რომ ბერას კონცერტი ქუთაისში დღეს არის დაგეგმილი. ანალოგიური შემთხვევა ცოტა ხნის წინ საჩხერეშიც მოხდა, სადაც კონცერტის დაწყების წინ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბერას პლაკატები ჩამოხსნეს. მამე რაც დაგვავალეს და რაც გითხეს, ისა ბრძანებლობა რაც მოვიდა, იმას ვაკეთებ ჩვენ. და ვინ დაგავალა მე? ვინც ხა უცხო კაცი იყო, მოსურდა გითხრა რომ მერიდან ავართო და მერიდან ავართო ასე გითხრეს. სახელით ვამიცი ასე თქვა. ერთი წუთი პლაკატი. გადაუღე სურათს. პლაკატი და ერთი წუთი მიკროფონს ხელი გადაუღე. დაზე არ აი მომიშე თქვენ ასე არ. ადი ახლა. ვინ დაგავალდებულად? არა, ვინ? რასპი არ არის? დადი გარკვიეთ ბერიაში, კაცო. პრეზიდენტი ვენახში მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი დაკრიფა. ქვეყნის პირველი პირი სოფელ ახალ სოფელში ადგილობრივი მკვიდრის თენგიზ გაგნიძის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტთან ერთად ყურძნის კრეფაში ადგილობრივებს ყვარელში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ვერულაშვილი და კახეთში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ეხმარებოდნენ. ვენახიდან გაგნიძის სტუმრებმა კახურ სუფრაზე გადაინაცვლეს. მიხეილ სააკაშვილი მასპინძელ სტიქით მიყენებულ ზარალსა და რეგიონში დარიგებულ კომპენსაციებზე ესაუბრა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გაშენდება ახალი ვენახები და აშენდება ახალი ქარხნები. როგორ დადა? ჭუჭყიანი ხელები. ჭუჭყი რას ქვია, ვერ გაიგე. შრომელი ხელები გაიგე, ჭუჭყი. თელი სოფლი უნდა ვატარო და კახური ყურძენი უნდა ვასწავლოთ ყველას ზეპირა. თელი ბავშვობა ამას ვაკეთებ. გუგლიდი ვენახა და იმიტომ გამოხადე კაი გოგო აბა. აი ამათთან ერთად მუშაობდი და ვდიოდი სკოლის პერიოდში ყველა ვეხმარებოდით. სკოლაში ორჯერ ვიყავი შრომის სემესტრი მანავში. ჩვენ დაგვიზარალდა კახეთი ემბარგოთი ჯერ, შემდეგ ამ სტიქით წელს, ანუ ორჯერ. მაგრამ მე ვფიქრობ, ხალხს მივეცეს კომპენსაციების არაფერი აღარ დარჩა. მათ შორის ღვინოსაც მივცემთ, მაგრამ მეორეა რომ თველი არის ნამდვილი ყველაზე მთავარი ქართული ზეი. ჩვენი სული დღესასწაულია, ჩვენი იდენტურობის, ჩვენი მეობის, ჩვენი კაცობის, ჩვენი ქართველობის, ყველაფრის გამოხატულება არის ჩვენი პასპორტია. თავდაცვის ახალი კონცეფცია პრემიერმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წარადგინა. ვანომერებიშვილი თავდაცვის მინისტრთან ერთად ჩაშკინის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. კონცეფციის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება მის ერთ-ერთ კომპონენტზე ტოტალურ ზრუნვაზე გამახვილდა. მერაბიშვილის თქმით, ტოტალური ზრუნვა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს. ის გავრცელდება როგორც შეიარაღებულ ძალებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზე. გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება და სადაზღვევო პაკეტებიც. ყველა იმ პირს კი, რომელმაც სახელმწიფო გრანტი ვერ მიიღო, თავდაცვის სამინისტრო 1 წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურების ოჯახებს კი სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგები და ტოტალური თავდაცვა ეს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციაა. შეღავათებით საბავშვო ბაღებში ოჯახის წევრი მეუღლეს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს, რათა დაეუფლოს ახალ პროფესია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯარისკაცი, რომელიც იმსახურებს 1 წელიწადი სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სახელმწიფო მას დაუფინანსებს სწავლის საფასურს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, თუ სამხედრო სამსახური იმსახურებს 16 წელიწადი, მისი შვილები სრულად დაფინანსდებიან მაგისტრატურაში, ხოლო თუ სამხედრო ოფიცერი, კაპრალი იმსახურებს 20 წელიწადი, მაშინ მის შვილებს დააფინანსებს მაგისტრატურაშიც და ბაკალავრიატშიც. მომავალი წლიდან ამოქმედება უკვე ზაფხულიდან თავდაცვის სამინისტროს
საზაფხულო ბანაკები, სადაც ბავშვებს, ოფიცრების, კაპრალების, სერჟანტების შვილებს ექნება შესაძლებლობა, რომ ზაფხულის პერიოდში დაისვენონ. საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ყველა ოჯახისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ზაფხული რომ მოდის, დგას პრობლემა ბავშვების დასვენების და თქვენ გექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ თქვენი შვილები გააგზავნოთ ამ ბანაკებში. ეს არის ახალი 12-ზე მეწყერისგან დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. საგერის რაიონის სოფელ უსახელოში მცხოვრები ოჯახები 10 წელზე მეტია მეწყერი დანგრეულ სახლებში ცხოვრობენ. განსაკუთრებით მძიმე პირობებში 5 ოჯახია. კომპენსაცია 2012 წელს მხოლოდ 3 ოჯახმა მიიღო, დახმარება კი კიდევ 25 ოჯახს სჭირდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ ოჯახების პრობლემები უმოკლეს დროში მოგვარდება. იყვნენ მოსული, აღარ მიმართეთ განცხადებების ყველაფერი და მოსულიც იყო, გეოლოგიც იყო. ყველა და გეკუთვნითო, ნახოთ რა იქნებაო და რა ვიცი, ჯერ არაფერი შეშველია. ყველაზე გაჭირებული მხარი ახლა ყველა საქართველოს თუ არის ერთია ჩვენი ლეჩხუმი. ჩვენი გამგებელი ძალიან ცდილობს, ძალიან ბრძოლობდა, რომ აგვეღოს ჩვენ ყოფილიყავით, მაგრამ ვერ ავიღეთ ეთანხა და თოთა ბავშვები ყავს. ძალიან გვეშინია, ძალიან უიმედოდ ვარ. ამ რამოდენიმე ოჯახიდან მხოლოდ 3 ოჯახზე გავერთვით ჩემ თემში, რომლებმაც მიიღეს უკვე ფული დამოუკიდებლად 7-7000 ლარი მიიღეს, გაუკვეთეს სრულყოფილად ემატვა და ოღონდ არის დარჩენილი კიდე ხალხი. ყველაზე მეტად უჭირს ეხლა არის 1-5-6 ოჯახი. აი ეხლა ამ პერიოდში რომელიც თხოვენ რა თქმა უნდა და რაიონის ხელმძღვანელობა ვიცის. მანანა კობახიძე ჭორველის მკვიდრი გახდა. საჩხერეში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღემდე თბილისში ვაკის რაიონში იყო რეგისტრირებული. იურიდიული მისამართის შეცვლის გადაწყვეტილება კობახიძემ საჯარო რეესტრის საჩხერის განყოფილებაში დღეს ოფიციალურად გააფორმა. მაჟორიტარობის კანდიდატი ჭორველაში მცხოვრები ჯემალ ივანიშვილის ოჯახში ჩაეწერა და შედეგად მას უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება უკვე საჩხერეში აქვს. დეპუტატობა საჩხერის დღეს გავიარე რეგისტრაცია საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა ბატონი ჯემალ ივანიშვილის ოჯახში, ანუ მისი გომლის წევრი ვარ. ანუ თავიდან ბოლომდე ვარ უკვე საჩხერელი, აქედან გამომდინარე სასაუბრო ნაკლები ექნება, ასე ვთქვათ, ჩემს ოპონენტს, რომელიც იძახის, რომ მე თბილისელი ვარ და რეალურად არაფრის გაკეთება თურმე საჩხერესთვის არ შემიძლია. ქალბატონი მანანა ჩაეწერა ჩემს ოჯახში. ჯერა მისი აუცილებლად გახდება ჩვენი მაჟორიტარული დეპუტატი და დიდ მადლობას ვუხდი მას. ახალგაზრდა საარჩევნო შეხვედრები ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქუთაისის ოპერის თეატრში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. პარტიის ლიდერმა შეხვედრაზე საკუთარი საარჩევნო პრიორიტეტები წარადგინა და ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატებიც. პარტიის სახელით ვანში ვარლამ ნაცვალაძე, ხონში გელა რუხაძე, თერჯოლაში მერაბ ჭუმბურიძე, წყალტუბოში გურა მარჩვაძე და ზესტაფონში დათო გამცემლიძე იბრძოლებს. ნათელაშვილმა ხელისუფლების არჩეული კურსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და პირობა დადო, ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ჯანდაცვა და განათლება უფასო გახდება. ქუთაის და მთელ საქართველოს წყალივით ჭირდება სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც შესაძლებელი იქნება უფასო განათლების მიღება, უფასო ჯანდაცვა, ახალი ტექნოლოგიების შეძენა, შექმნა სამუშაო ადგილების. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოსი დაიწყება ქუთაისიდან. ისევე როგორც საქართველოს გაერთიანება და აღდგენა აღმაშენებელმა დაიწყო ქუთაისიდან, აღმაშენებელი სული ქუთაისელების და იმერელების ძალისხმევა, ქართველობა, გაუტეხლობა მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველოში ერთჩვენი ერთ დღეს გავეღვიძებთ და სააკაშვილი და მისი ბანდა აღარ იქნება. ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა კოალიციის საარჩევნო პროგრამა ბოსტან ქალაქის ქუჩის პირველ ნომერში ჩასახლებულ დევნილებს გააცნო. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 26 ოჯახი უკვე წლებია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება. ადგილობრივები განმარტავენ, რომ დაზიანებულია შენობის სახურავი, ასევე გაუმართავია წყლისა და კანალიზაციის სისტემა. კანდიდატთან შეხვედრისას დევნილები ასევე იმ პროგრამითაც დაინტერესდნენ, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის განახორციელებს. არ გვაქვს საკუთარი სველი წერტილი, არ გვაქვს საკუთარი კუხნა, ვართ საერთო, ყველაფერი საერთოა. როგორც გარეწვიმს, ისე შიგნით გვაწვიმს. კედლები ხედავთ, აგერ აი მე აქ ცხოვრობ ამ ოთახში და ხედავ როგორ გახლეჭილია მთლიანად ოთახი და მეშინია დღეს თუ ხვალის ჩამოინგრევა და შიგ მოუყვები და
მე ვფიქრობ, რომ რუსთავშიც და მთელ საქართველოშიც დევნილები იმ შეურაცხყოფისთვის, იმ დამცირებისთვის, იმ აგდებული დამოკიდებულებისთვის, რომელსაც მათ მიმართ იჩენენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, იტყვიან ძალიან ხმამაღალ არას. წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს გარდაბაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატით მამუკა არეშიძე, ამჯერად გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენცსა და ბოტანიკაში ჩავიდა. მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ეს პროგრამა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა განმარტავს, სოფლებში ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და სახნავ სათესი მიწების არასწორად გადანაწილება. თქვენ დაინახეთ, როგორ დაძრწოდნენ ტურებივით გარშემო და როგორ შეეცადა, რომ ეს შეხვედრები სამივე დაეშალა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ გამოვიდა. მე ერთგან გამოვიდა, ორი ხო შედგა. თავარი ის არის, რომ ადამიანები მოდიან მაინც შეხვედრაზე, ცდილობენ, რომ კონტაქტი დაამყაროთ, გამოძდეთ ეს კონტაქტი, ხვალინდელ დღეს იმედიანად უყურებენ და ძალიან სერიოზული პერსპექტივას ხედავ მე აქ ამის გამო. კანალიზაცია არა გვაქვს. აქ სახლები არის, ერთ სამი სახლი, რომელსაც კანალიზაცია არ აქვს. ნაგავსაღრელი აქვე არის გვერდით, სახლების გვერდით და ეს ძალიან დისკომფორტს იწვევს. წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს წალენჯიხაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც ამჯერად გიორგი ნაჭყებია დაბა ჯვარის მოსახლეობას შეხვდა და ქართული ოცნების საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრა. ნაჭყებია ყოფილი მოსამართლე, ამიტომ მან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სასამართლოს რეფორმირებაზე გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულება დასრულდება. მის მეგობრობდი ოცხოში 1000 ისეთი ფორმირება წალენჯიხის რაიონში ამ ტერიტორიაზე, რომლებიც დღეს ადმინისტრაციული რესურსს წარმოადგენს ხელისუფლებისათვის. აქ ყველაზე აქტიურად არის ნაცადი ხალხის დაშინება და ეს პროცესი სერიოზულად მიმდინარეობს. ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრს დახმარებას თხოვენ. უკვე მომზადდა ღია წერილი, თუმცა სანამ ის პრემიერ-მინისტრთან გაიგზავნება, მანამდე წერილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს გააცნეს. სახელმწიფო კოლეჯის მასწავლებლები ამბობენ, რომ სასწავლებლის დახურვა ზუგდიდის ცენტრში არსებული შენობის გამო მოხდა. მისი პრივატიზება კი ახლა ხელისუფლებას უნდა. გაურკვევლობა სასწავლებელში 2009 წელს დაიწყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობას პასუხი არ მიუღია კითხვაზე, თუ რატომ მოხდა 80-წლიანი ისტორიის მქონე სასწავლებლის დახურვა. 2006 წელს თებერვლის თვეში დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, დაუმტკიცდა წესდება და დაუმტკიცდა ტექნიკური მიმართულების 3 სპეციალობა ბრძანებით. და მერე რა მოხდა და რამ გამოიწვია ამ სასწავლებლის სალიკვიდაციოდ გამზადება, ეს დღემდე პასუხი გაუცემელია. ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბოლნისში ჩავიდა. ამ წუთებში ილია მეორე სიონის ტაძარში პარაკლის აღავლენის შემდეგ კი კაზრეთში გადაინაცვლებს. უწმინდესი ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთანაც გეგმავს შეხვედრას. პატრიარქი კაზრეთში სამების ტაძრის მოლოცვას აპირებს, დაგეგმილი ასევე მისვლა კვარცის მწარმოებელ საწარმოშიც. ვიზიტის ბოლოს ილია მეორე სოფელ რატემანს ესტუმრება და რაჭის უბანს მოილოცავს. და ერთი ხმა შინმა საკუთარი ხმა ამჯერად შიდა ქართლს მიაწვდინა მორიგი კონცერტი ჯგუფმა უკვე გორში გამართა. ერთი ხმა ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში შინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საქველმოქმედო კონცერტებს ატარებს. ამ ფორმით ის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ყოველი კონცერტი აი ამ ტურზე არის სრულიად სხვადასხვანაირი. უკვე ხვდები, რომ მიგვიხვდნენ ჩვენები რა გვინდა და ყველა ქალაქი რეაგირებს, ყველა კუთხე რეაგირებს თავისებურად. საოცარი პუბლიკა გვაქვს, საოცარი ხალხია. მას მხოლოდ თავისუფლება ჭირდება, მას მხოლოდ ჭირდება იმედი მომავალში. ეს იქნება ყველაზე ლამაზი ადგილი მართლაც. თავისი საოცარი ადამიანებით. სასწაულად მაგარი კონცერტი იყო ჩვენთვის, ემოციურად პირველ რიგში. ყველგან ძალიან კარგად ხვდებიან, მაგრამ დღეს იყო რაღაც აი სხვა მუხტი მოდიოდა ხალხისგან, აი მართლა ეთყობა მონატრებული აქაურობა, რაღაც შეიძლება ქართულს თანამედროვე. ახალი 12 ამი დასრულებულია და გოლდე დღის ხო ახალი ამობით პირდაპირ ეთერში 15 საათზე დავბრუნდებით.